მე გახლავართ ამავე დროს საკრებულოს, დღევანდელი საკრებულოს დეპუტატი, ორი ვარ ჩვენ ქართული ოცნებიდან, ერთადერთი ვარ 39 არის სულ იქა. აი პირველი ხდომა, როდესაც ჩატარდა, იქ მოვიდნენ დეპუტატები და თქმა უნდა ყველანი დანარჩენები არიან ნაციონალური მოძრაობიდან და ხელფასი რამდენი გვექნება. ამისი თქმით დადასტურდა, რომ ამ ხალხმა საერთოდ არ იცის რას ნიშნავს თვითმმართველობა. რა არის, რა ორგანოში მოხდა და როგორ შეიძლება ამოდენა სამსახურმა რაიმე დოვლათი შექმნას, რაიმე სასიკეთო რაიონისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის რო გააკეთოთ. ამიტომ, რასაც ბატონი ზვიადი ბრძანებს რეალურ თვითმმართველობაზე, აქ ლაპარაკი არის რეალურ ადამიანებზე პირველ რიგში. ანუ იმ გამოცდილ ადამიანებზე, რომლებსაც სურვილი გააჩნიათ, რომ უსასყიდლოდ თავისი როლი შეიტანონ თავისი მუნიციპალიტეტის, თავისი რაიონის, თავისი სოფლის, თავისი დაბის აღმშენებლობაში და უბრალოდ ხელისუფლება მათ ეხმარება, რომ განახორციელოს ეს უფლებამოსილება. ყველა სოფელში, ყველა დაბაში, ქალაქში და მთლიანად რაიონში, რომელშიც ჩვენი პროგრამით, როდესაც ქართული ოცნება მოვა ხელისუფლებაში, იქნება ყველა საკვანძო ადგილი ფაქტიურად არჩევითი. მაშინ გავაგზავნებ ბატონო ზვია თქვენი ნებართვით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას, ჩემო ლამაზო ოზურგეთებო. მე მინდა უბრალოდ ორიოდე სიტყვით გითხრათ იმ დიდ პასუხისგებლობაზე, რაც აი ამ 22-23 დღის განმავლობაში აკისრია ქალაქს. ქალაქს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. აი როგორც მთელი საქართველოში ჩვენ დედაქალაქს თბილისს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ისევ ჩვენ ოზურგეთის რაიონში ჩვენ ქალაქს აქვს დიდი მნიშვნელობა. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ არჩევნებზე. მე მინდა პირველ რიგში მოგიწოდოთ ყველას და გადასცეთ ყველას. მოემზადეთ გამარჯვებისათვის. მოემზადეთ ყველანი გამარჯვებისათვის. მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა შევქმნათ ეს გამარჯვება. თვითეული ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ ამისი ავტორი. სხვანაირად გამარჯვებას ჩვენ ვერ მივიღებთ. ამიტომ დღევანდელი თუნდაც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჩვენი ვინც გძნობს თავს რომ არის ამ იდეის მომხრე. ამას არ ქვია პარტიული ბრძოლა, ამას დავარქვით და ამას ქვია ნამდვილად რეალობაში სახალხო ბრძოლა. აქ დგას საკითხი ძალიან მარტივად. ვის უყვარს თავისი ქვეყანა, ვის უყვარს თავისი სამშობლო, თავისი ხალხი და ვის არ უყვარს. ამ ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში ჩვენ წყინვალედ დაგვანახა თავისი ბუნება, დაკარგული ტერიტორიები, გაჩანაგებული სოფლის მეურნეობა, თავის დროზე სოფლის მეურნეობას გაიხსენეთ ისტორიიდან შემოსული მტერი ანადგურებდა და ჩვენ იმდენი ვქენით რომ გავიჩინეთ შიგნით ესეთი მტერი მაპატიეთ, ასეთი მძაფრი გამოთქვიზა, მაგრამ ამას სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ. ამიტომ განსაცდელი ჟამს უფალი ღმერთი დიდება მის სახელს ყოველთვის გამოუჩენდა ადამიანს და ყოველთვის ჩვენი ერი გამოყავდა აი ამ მდგომარეობიდან და გადარჩებოდა ხოლმე. ასე მოვედით ჩვენ 21 საუკუნის განმავლობაში. ეს რაც ჩვენ ვიცით და რაც არ ვიცით კიდევ იქნება კიდევ ბევრი საუკუნეები. ამიტომ პასუხისგებლობა ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის არის ძალიან მაღალი. მე მინდა რომ ყველა ქართველმა, ყველა არაქართველმა, ვინც საქართველოს მაცხოვრებელია და ჩვენი ქვეყანა უყვარს, აი ამ პასუხისგებლობით გააკეთოს ეს არჩევანი. ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ. არჩევანი, მე ვამბობ არჩევანს, მაგრამ არჩევანი არ არის აქ. არჩევანი აქ ერთია, არ არის აქ ასარჩევი სხვა. არის ბოროტება, არის დაანგრეული გავლილი გზა და არის გზა, რომელსაც ქვია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქვია ოზურგეთში ზვიად კვაჭანტირაძე, რომელსაც ქვია ქართული ოცნება, რომლის ხალხო უკანაც დგას გაკეთებული უდიდესი საქმეები, გადარჩენილი კულტურის სფერო, გადარჩენილი თეატრის სამყარო, სამება, ბოლო-ბოლო აღდგენილი მონასტრები, აღდგენილი ისტორიული ძეგლები. ეს იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ფიზიკურად სახეზეც კი არ ვიცნობთ ამ ადამიანს, ხო სწორს ვამბობ. და დღეს ამ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება და მე ყოველთვის ვამბობ და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ ერთ ადამიანს, მხოლოდ ადამიანს არ ძალუც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუ არა უფლის თაგონება და უფლის შეწევა. და აი ასეთ ისტორიულ გადამწყვეტ მომენტში ვიმყოფებით ჩვენ. ამიტომ არჩევანი არ არის ორ შორის, არჩევანი არის ერთი. ყველანი უნდა დავირაზმოთ და ხმა უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ
მოვიდეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში კი არა, არამედ იმიტომ რომ 2 ოქტომბერს თითოეული ქართველის და საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა დაიწყოს. აი ეს არის ეს 2 ოქტომბერი. აი ეს უნდა ვიზეიმოთ ჩვენ ყველა ერთად და აქ ვიტყვი ერთ რაღაცასაც რა, ბატონმა ზვიანმა თავისი ბიოგრაფიის წრობის დროს თქვა და არ მინდა რომ ამაზე ჩემი ხედვა არ გაგიზიაროთ. აი როდესაც თავ ბიოგრაფიას ამბობდა, აი ეს არის ის დიდი პასუხისგებლობა. წარმოიდგინეთ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა თავისი პარტიული სიები თუ მაჟორიტარები გაავსო 20-21 წლის არაპროფესიონალი ადამიანები, ასაკს კი არ დავობთ ჩვენ, მაგრამ პარლამენტი ეს არის ორგანო, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი, ჩვენი მომავლის წინაშე უნდა იგრძნოს ეს პასუხისგებლობა. და როდესაც ბატონმა ზვიადმა თავისი ბიოგრაფია მოგიყვა, აი ეს არის პროფესიონალიზმი. ეს არის სახელმწიფოებრივი ხედვა. აი ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ პარლამენტში, რომ მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას მიღდება. მას არჩევანი ჩვენ რა გვაქვს? არჩევანი არის ერთი, რომელზედაც გამარჯვებისთვის ყველას ძალიან გთხოვთ, ეს შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისათვის არ იყოს. მოვკიდოთ ხელი ყველას. სადაც ვიქნებით, ქალბატონები, ბაზარში იქნებით, მეზობელთან იქნებით, მეგობრებთან იქნებით, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენი მოგების გარანტია დევს ჩვენს სოლიდარობაში, ქართველი ხალხისა და ქართველი ერის სოლიდარობაში. ამას ითხოვს ჩვენთან უფალით, ჩვენი სამშობლო და ჩვენი ოჯახები. მას მოვემზადოთ აი ასეთი რეჟიმით ვიცხოვროთ 22 დღე, რათა გარანტირებულად მივიღოთ ჩვენი მშვენიერი საქართველო. აი ეს არის ის ვითარება, რა ვითარებაში ჩვენ გვიწევს არჩევანი. მას მოვხაზოთ 41, ფარავდეთ უფალი ღმერთი.